არ არის სახარბელო მდგომარეობა, განსაკუთრებით მე აღნიშნავ ბედიის ტაძარის მდგომარეობას. ილორში რაც მოხდა ძალიან კარგად იცით თქვენ. სხვა ძეგლებთანაც არის სიტუაცია, რომელმაც განაპირობა საგარეო საქმეთა მინისტრის საგანგებოდ ჩასვლა იუნესკოში და ამ საკითხის დასმახვა დეტალებზე ვერ გეტყვით, რამე თუ თქვათ არ მინდა შეუშალოს ხელი, პრობლემა რა არსებობს ეს ფაქტია და ამ პრობლემას აღიარებს ყველა და მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასვლა და ამ საკითხის საგანგებოდ დაყენება დასმა მიუთითებს იმაზე, რომ ეს პრობლემა იხილება ყველა დონეზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ იუნესკო ამას გამოეხმაურება, მაგრამ ერთი მომენტია აქ ჩემის აზრით, ვინაიდან რაღაც გამოცდილებაც გამაჩნია, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, აქ საჭირო იქნება რაღაც შუალედური მოლაპარაკების პროცესის გამართვა სხვადასხვა დონეზე, რათა პოლიტიკური ნება აღმოჩნდეს მეორე მხარეშიც, რომ იქ შეუშვან და მისცენ იუნესკოს თუ სხვა საერთაშორისო შესაბამისი ორგანიზაციის წარმომადგენლებს ნახონ ადგილზე რა მდგომარეობა ამხრობ. ეს თავარია, რომ საქართველოს შესაბამისი უწყება ამით არის დაკავებული და ეს ჟენევის პროცესის ყურადღების ცენტრშიც დღემდე არის და ალბათ გაგრძელდება მმართველობის მუშაობა.